ანუ სატურნის თავი ფუნქცია რა არის? ბალანსი დავიცვათ იერარქიებში. მაგალითად, ავხტი იქ, სადაც არ იყო ჩემი ადგილი. არ დავამუშავე ჩემი ენერგია და შესაბამისად მე არ მეყო იქ განათლება, გაცნობიერება, უნარები, ან სხვების მოსმენა. ხო, ყოველთვის ვიღაცები მოდიან ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში, ან რაღაც სიტუაციები არის ხოლმე სამყაროში, რომელიც მიგვითითებს, რომ აბა შენ ახლა გაიგე გაკვეთილი თუ არა, ხო, ეს სატურნის სიტყვები არის, გაკვეთილი. სატურნი აგზავნის კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულ ბედს, ბავშვობიდან მოყოლებით. თუ მე ამ მესიჯებს არაფერს არ უსმენ, გროვდება აქ კარმული ვალები. ანუ მე სატურნის გაკვეთილი ვერ გავიგე, ვერ მივხვდი. ესეც სატურნთან არის დაკავშირებული და აქ არის უკვე შავი მთვარე, რომელიც სატურნის ენერგია არ არის, მაგრამ ეს არის უკვე კარმის უკვე საკმაოდ ნეგატიური მანიშნებელი. ისინი ერთად არიან მიბმულები, როგორც ეს კარმის ენერგიას ატარებენ. ყოველთვის ცხოვრებისეულად რაღაც გაკვეთილებს ვიღებთ. აი ესეც რაღაცები ცხოვრებაში რო ხდება, ხშირად არის ჩვენ ამას ან ვაიგნორებთ, ან ვერ ხვდებით. რა მესიჯები შეიძლება სამყაროსგან მოდიოდეს. ყოველი რაღაც მნიშვნელოვანი, ყოველთვის არის რაღაც გაკვეთილი სატურნისგან, სამყაროსგან მოდის. რაღაცეები ტარდება სატურნის ენერგიაში და სატურნი ქმნის კარმულ სტრუქტურებს, მივიზიდოთ ისეთი ადამიანები, რომელიც ჩვენ აქ დაგვეხმარება. არჩევანი გავაკეთოთ. ეხლა მე გავიგე ეს ყველაფერი თუ ვერ გავიგე. მეყო ეხლა გამოცდილება თუ ვერ მეყო. კარგი ფილტრაცია შეუძლია გააკეთოს ჩვენში, რომ დაგვაბალანსოს, ხო? იმიტომ რომ სამყაროს კანონები და მიწიერი კანონები ერთად თუ ჰარმონიულად არის, ხო, ჩვენ ვიზრდებით, ჩვენ სულიერ ზრდაში მიდივართ. პასუხისგებლობები ვიცით, რომ სატურნის თემა არის. თუ ბოლომდე მივიყვანე საქმე და ავიღე ჩემი ტვირთი, რაც იყო, რასაც ხელი მოვკიდე, იმას ბოლომდე გავმკლავდი. ესე იგი, რაღაც ზონეზე მე გავიგე სატურნის გაკვეთილი. თუ არის მაგალითად ადამიანი ურთიერთობაში ჩართული და იქ ბალანსი არის დაკარგული, ან თავის თავზე ეკაჩება ბევრს, ან მეორე პარტნიორის ხარჯზე მარტო არის ურთიერთობაში. აქაც უკვე სატურნის გამოცდები მოდის. გაიგე შენ გაკვეთილი თუ არ გაიგე. თუ ხარ უფროსთან და ამ უფროსთან უფროსობ, ან ზედმეტ ტვირთს იღებ შენ თავზე, საერთოდ რა არ გეკითხება, აქაც ვალებს ვიგროვებთ. როდესაც ჩვენ მანიპულირებთ ენერგიებით, ან არ ვაკეთებთ და სხვას ვაკეთებინებთ ჩვენ საქმეს, აქაც ვალებს ვიგროვებთ. რო დავაკვირდეთ კარმული ასტროლოგიიდან, ხო, აი ამ ვალების თემაში. იქ აღარც დიეტა გვიშველის მე შეზღუდვები სატურნის. აღარც იქ რაღაცეები სხვა რო შევზღუდოთ ცხოვრებაში, ის უბრალოდ შევზღუდავთ ჩვენ.